მეგობრებო, ესეთი გაშლა ნახოთ ახლა საერთო. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი და გავარკვევთ მიხვდა თუ არა თქვენი პარტნიორი რამეს თქვენთან დაკავშირებით თქვენ ხართ მისთვის. რამე გაიაზრა თუ არა და რა გაიაზრა. საერთო გაშლა ყველაფერი არ დაგემთხოვათ, მეგობრებო, პირადი გაშლებისთვის პირად შემოწერეთ, შეიძლება ისდაგვარად მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობ გაგცეთ პასუხები და მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობ გაგიკეთოთ პირადი გაშლები, მაგრამ ერთი ვარ და ესე იგი ყველაფერს სწრაფად ვერ შეიძლება პერიოდულად ვერ ვახერხებდი, ამიტომ მომწერეთ პირადში დეტალებისთვის. მოკლედ რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, რომ მიხდით რამდენად ეს გაშლა არის თქვენი და ლაიკები არ დაგეზაროთ, ძალიან გთხოვთ, გამოწერა გვერდის და იაქტიურეთ მაქსიმალურად. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში ახლა, რომ მიხდით რამდენად თქვენია ეს გაშლა. ჟეზლის დედოფალი და თასის დედოფალი. ასევე ამოდის პაშპენტაკლი. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მეგობრებო, ჩემი გაშლები, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ. თქვენ ურთიერთობაში აქ არის დიდი ალბათობით ცეცხლის სტიქიაზე და წყლის სტიქიაზე საუბარი. შეიძლება ცეცხლის სტიქიას წარმოადგენთ, შეიძლება წყლის სტიქიას. ყველა ვარიანტში თქვენ ურთიერთობაში არის ორი მანდილოსანი და ერთი მამაკაცი. გაშლა არის კალოდის ძირშიც ამოდის ჰაერის სტიქიის დედოფალი, არ არის გამორიცხული ასევე არ არის გამორიცხული, რომ წარმოადგენდეთ ჰაერის სტიქიასაც რაღაც ნაწილი, ამიტომ არ მივეჯაჭოთ სტიქიებს. აქ არის ორი მანდილოსანი და ერთი მამაკაცი საუბარი მათზე. შეიძლება ზოგისთვის იყოს, რომ შვილი გაერთიანებდეთ და ფინანსური, ასე ვთქვათ, ყურადღება და ფინანსური მიხედვილობა თქვენი პარტნიორისგან. თუ მეუღლის სტატუსში ხართ, ვინც მეუღლის სტატუსში არ ხართ და ასე ვთქვათ, საყვარელი ქალის მეორე მხარეს წარმოადგენთ, შეიძლება უბრალოდ ამ ადამიანს ყავს თავის შვილი მეუღლესთან მიმართებაში, მაგალითად, რის გამოც ძალიან უძნელდება პარტნიორულ ოჯახურ მდგომარეობაში წერტილის დასმა. შეიძლება თავისი პასუხისმგებლობა შვილის მიმართ, რომ მიხედილი ყავდეს მისი შვილი ფინანსურად, სწავლის მხრივ იქნება თუ როგორც საჭიროა მის შვილში და მის მომავალში, ბავშვისაში გულისხმობ თავისი ფინანსური მხარდაჭერა ჩადოს. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს უძნელდება ბავშვის და ან ბავშვების გამო რაღაც კარდინალური მდგომარეობების და კარდინალური ნაბიჯების გადათქმა. ყველა ვარიანტში გაშლაში არის ორი მანდილოსანი და ერთი მამაკაცი. აქ არის საუბარი სასიყვარულო სამკუთხედზე, სამი პენტაკლით. აქ არის შეიძლება პერიოდულად ეხლა მდელი მდგომარეობით მიწერ-მოწერა სოციალურ ქსელში, SMS-ი, უფრო კონტაქტი დისტანცირებულად, ასე ვიტყოდი, შეიძლება დისტანციებიც გაქვთ ტერიტორიული ამ მდგომარეობისთვის და აქედან გამომდინარეც გიწევთ დისტანცირებული კონტაქტი ერთმანეთთან, მაგრამ არ არის გამორიცხული კიდევ ნაწილისთვის, რომ ასაკის ხოვობა იყოს და პარტნიორი თქვენზე, ანუ ის შემთხვევა, როცა მამაკაცი ასაკით პატარა მანდილოსანზე, რა მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეთ, თუ იცით, რომ არის სასიყვარულო სამკუთხედი, მაშინ ეს გაშლა იქნება თქვენზე, დიდი ალბათობით. წავედით, გავიგოთ მაშინ თქვენმა პარტნიორმა, თუ ატყობთ, რომ თქვენია ეს გაშლა, რას მეხდოთ თქვენთან მიმართებაში. ვინ ხართ მისთვის? რა გაანალიზა, რამე აზრი გამოიტანა თუ არა, რა და როგორ უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში. ვინ ხართ მისთვის? დღევანდელი მდგომარეობა. დღევანდელი მდგომარეობით ხვდება, რომ თქვენ დაკიდებულ მდგომარეობაში ხართ, ამ მსხვერპლის როლში გამყოფებთ ეს ადამიანი თავის დანაშაულს, ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს და ხვდება, რომ გააშეშა მდგომარეობა და მსხვერპლად მსხვერპლი ხართ ამ სიტუაციაში, ყველა ვარიანტში რა ამ სამკუთხედის რა მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეთ, ხვდება, რომ მოლოდინის რეჟიმში ხართ და ელოდებით მის არჩევანს ორიანჟეზლით, რომ ეს რაღაცნაირად ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ვერ გასტანს და რა ერთგვარი
გადაწყვეტილება მისი ნაბიჯი აი ამ ორიან პენტაკლით აწონ-დაწონის რეჟიმში როა და ისიც უნდა და ისიც უნდა და ვერც სიყვარულს ირჩევს და ვერც ოჯახს ვერ ტოვებს და მოკლედ აი ესეთ გამუდმებით შეთავსებაში როა ორიან პენტაკლით რომ ისიც მქონდეს და ისიც იმიტომ რომ რაღაცნაირ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს ხვდება რომ ეს პერიოდი უნდა დასრულდეს 21 მაღალი არკანით და რაღაცნაირად ერთგვარი პერიოდი უნდა დასრულდეს აი ამ არჩევანის წინაშე მისი დგომის და აი ამის მოლოდინში ხართ თქვენ ხვდება ამ ყველაფერს კიდევ ხართ მისთვის ხვდება რომ სხვაგვარი ხართ რომ რაღაცნაირად გაშეშდა თქვენი მდგომარეობა, იმიტომ რომ მასზეა ერთგვარი პასუხისმგებლობა კი არა, მან უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში კარდინალური გადაწყვეტილება, ხვდება რომ უნდა დაასრულოს ეს პერიოდი, რაღაცნაირი გადაწყვეტილება მიიღოს და ესე მომსგავსებული აქეთაც იქეთაც და ორივე სკამზე ვიჭდი არ გამოვა ეს სიტუაცია, მიიხართ მისთვის. ძალიან ბევრი ორიანები ამოდის მდგომარეობა ისეთი რომ შეიძლება ჩემი კოლეგები უყურებდნენ ორიან მაღალი არკანი ქურუმი ქალი ამოდის აქ არის ეზოთერიკაში ძალიან კარგად ჩახედული თქვენი პიროვნება ხვდება რომ ძალიან ბევრად თუ თქვენი პროფესიაა მაგალითად ჩემი კოლეგები შეიძლება უყურებდეთ და ბრძანდებით ტაროლოგი, ნუმეროლოგი, ასტროლოგი, რაღაცა ეზოთერიკის თემატიკები ძალიან გაინტერესებთ და ერთგვარი მისტიკა თქვენი ჰობია, როგორც მინიმუმ თუ პროფესია არა, ხვდება რომ აი რაღაცა ბევრი მისტიური თემები თქვენზე ზეგავლენას ახდენს ერთგვარად თქვენ მდგომარეობაზე და შეიძლება ჩაკეტილი მდგომარეობა, ამიტომ გაქვთ მასთან მიმართებაში რომ ერთგვარ რაღაც манипуляციის მდგომარეობაში გრძნობს თქვენ მიმართებას მასთან დაკავშირებით, რომ აი თითქოს თქვენი манипуляციური რეჟიმია ეს რაღაცნაირად ეზოთერიკიდან გამომდინარე, რომ ჩაკეტილი ხართ, რომ ის გამოიყვანოთ ერთგვარად მდგომარეობიდან კი არა, მოქმედებაზე რაღაცა ერთგვარად ბიძგი მიცეთ აი ამითი, გაშეშებული ხართ, არ ხართ კონტაქტში, შეიძლება დიდად მზად არ ხართ, რომ რაღაცები მიუტევოთ, ან აი ეს სამკუთხედი თუნდაც აქტიურობა თქვენი მხრიდან იყოს ამ სამკუთხედში, მაგრამ მამაკაცი არ არის გამორიცხული წარმოადგენდეს მამაკაცი ჰაერისტიქიას შეიძლება ბრძანდებოდეს ტყუპების სასწორი ან მერწყულის ნიშანი არ არის გამორიცხული, ასევე შეიძლება ორგანოების თანამშრომელი ადამიანი და ძალიან ისეთი კანონიერი და მენტალურად ძალიან განვითარებული ტიპაჟია, როგორც წესი ჰაერისტიქიის მეფე, ძალიან ცივი გონებით უთგება ამ შემთხვევაში, ამიტომ არის რომ ერთგვარად გადაწყვეტილება, რომელი არის სწორი მისი ნაბიჯი, იყოს მაქსიმალურად აწონ-დაწონილი და ემოციური ნაბიჯები არ ხიბლავს და არ აკეთებს საერთოდ ცხოვრებაში რაღაც ემოციური ნაბიჯებს, ამიტომ მისთვის ხართ ისეთი პიროვნება, რომელიც ერთგვარად ბიძგს აძლევს აი ამ თავის სიჩუმით, რომ მას კონდეს დრო და საშუალება იმისი, რომ სწორად ცივი გონებით აწონ-დაწონოს რა ნაბიჯი უნდა გადადგას. აი ესეთი ერთგვარი შანსის მიმცემი პიროვნება ხართ, თუმცა გაშეშებული შეიძლება და დაკიდებული არის თქვენი მდგომარეობა რაღაც პერიოდია, მაგრამ კიდევ მაინც აძლევთ ერთგვარად მოლოდინის რეჟიმში ხართ მას ამის შანსებს. მიხვდა თუ არა რა უნდა მოქმედება გქონდეს თქვენთან მიმართებაში და რა გადაწყვეტილება მიიღოს საერთოდ. 7-იან პენტაკლით კიდევ მოლოდინის რეჟიმშია. ჯერჯერობით თავის თავთან აქვს 5-იანი ჟეზლი. ძალიან დიდი კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება. ოჯახშიც კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება. გულსა და გონებას შორის არ არის გამორიცხული ბევრი შეხლა-შემოხლა აქ მას საკუთარ თავთან, მაგრამ 7-იან პენტაკლით გეტყვით რომ ცოტა დრო კიდევ უნდა მისცეთ იმისთვის რომ მიხვდეს თასის მეფეთ თასის პრინცად მაპატიეთ ამოდის, რომ მიხვდეს თავის ემოციური ფონს, ერთგვარი, აი, ნუ დააჩქარებთ, ნუ შეავიწროვებთ მის ემოციურ ფონს, რომ ცოტა მოლოდინის რეჟიმი დაგჭირდებათ, ეს შეიძლება იყოს 1-2 თვის პერიოდი ზოგიერთისთვის, მაგრამ მაქსიმალურად 2 თვის ვადებში გადაწყვეტილება მიღებული იქნება თქვენ სასარგებლოდ. ვინც არ უნდა უყურებდეთ ახლა ამ გაშლას, იმის სასარგებლოდ არის იმპერატრიცა ამოდის და წინსვლა იქნება აუცილებლად საჭე მის ხელშია. ძალიან სწრაფი კარტია საჭე და ნუ მინდა გითხრათ რომ შეიძლება რო არ ელოდებით მაშინ ჩამოვიდეს თუ ტერიტორიული დისტანცია გაქვთ რო არ ელოდებით მაშინ გამოჩნდეს ძალიან სწრაფად უკვე ამოქმედდეს რაღაცა გაშეშებული მდგომარეობიდან მიმართებაში და თავისი ემოციური ფონი მოგიტანოთ და მოვიდეს ემოციები აქვს თქვენთან მიმართებაში ყველა ვარიანტში რჩევა თქვენთვის რა იქნება
ნუ მოიწყენთ და ნუ ჩავარდებით დეპრესიაში. რჩევა არის ესეთი, იმუშავეთ ურთიერთობის დაბალანსებაზე, იმუშავეთ და ფინანსების